სეპარატისტები უკვე სასულიერო პირებსაც დევნიან, ამჯერად ბერები კოდორიდან გამოაძევეს, ისინი სოფელ აჟარის წმინდა გიორგის მამათა მონასტერში მსახურობდნენ. სასულიერო პირები თავდაპირველად სოხუმში ჩაიყვანეს და დაკითხეს მღვდელმონაზონი ზაბულონს, ბიძინას და ბერდიაკონ გიორგის აფხაზური მოქალაქეობის მიღება შესთავაზეს. წინააღმდეგობის შემდეგ კი აფხაზეთის დატოვება აიძულეს. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აკიშბაია საერთაშორისო საზოგადოებისაგან შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებას და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული ადამიანის უფლებათა დაცვას მოითხოვს. ადგილზე ზემო აფხაზეთში ამ ეტაპზე 3 მონაზონი რჩება. უსაფრთხოების მიზნით აფხაზეთის მთავრობა მათ გამოყვანას გეგმავს. ჩვენ გვქონდა არაერთი ინფორმაცია მასთან დაკავშირებით, რომ აგვისტოს ოკუპაციის შემდეგ ბერებს ძალიან მძიმე პირობებში, უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ იქ მოღვაწეობა ყოფნა. ისინი იმყოფებოდნენ მუდმივი სეწოლისა და შანტაჟის ქვეშ. მათგან მოითხოვდნენ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ მათ უარი უნდა ეთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე და დაქვემდებარებოდნენ აფხაზეთის ეპარქიას. ნატა მახვილაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ნატა, ხომარაა ცნობილი რა ვითარება ამ წუთებში კოდორში და რა მდგომარეობაში არიან მონაზვნები? რაც შეეხება მონაზვნებს, სეპარატისტებმა მათაც დაატოვებინეს კოდორის ტერიტორია. ისინი რამდენადაც ცნობილია ამ წუთებში გადმოვიდნენ ენგურის ხიდზე და მიემართებიან ზუგდიდისკენ, თუმცა მანამდე ენგურის ხიდთან 5 წუთის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა გახსნეს ცეცხლი. ისინი ისროდნენ ჰაერში, სავარაუდოდ იმისთვის, რომ დაეშინებინათ ის მრევლი, რომლებიც დახვდნენ მონაზვნებს, როცა ისინი ენგურის ხიდზე გადმოდიოდნენ. ქართული ეკლესია და საპატრიარქო ამ ფაქტს აფასებს როგორც ბერების დევნას და ისინი აცხადებენ, რომ ეს მათთვის საკმაოდ მიუღებელია. როგორც ჩანს, გაუჭირდათ უკვე აფხაზებს ატანა იქ ქართველების და მიზეზი არის ის, რომ ისინი იქ ამტკიცებენ ქართულ ცნობიერებას, ისინი ხელს უწყობენ ქართველების იქ ყოფნას და ეს არის პრაქტიკულად დასაყრდენი ქართველებისათვის. როგორც ასეთი აფხაზური ეკლესია არ არსებობს, მას არანაირი ლეგიტიმაცია არსად არ გააჩნია. იქ არის რამდენიმე პირისაგან შემდგარი ეკლესია, როგორც ისინი უწოდებენ, ეს არის რაღაც მოგონილი საბჭო, რომელიც მართავს თითქოს და აფხაზეთის ეკლესიას. რა თქმა უნდა, ჩვენ კონტაქტები გვექნება რუსეთის ეკლესიასთან ამის თაობაზე და არ ვიცი, ამას ალბათ მისი უწმინდესობა უკვე მომდევნო ან კვირის გადაგებაში, ან სხვა ფორმით ამას მისი უწმინდესობა აუცილებლად გამოეხმაურება. კოდორიდან გამოძევებული ბერები და მონაზვნები რამდენიმე ხნით დარჩებიან ზუგდიდში, ამის შემდეგ ისინი წამოვლენ თბილისში და შეხვდებიან საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, სწორედ ამის შემდეგ სპეციალურ განცხადებას გააკეთებს უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.